მოგესალმებით, ეს არის საიტის admin პანელი. ამას შესაძლოა ვწერთ darkshop.g, დახლით ხაზი და admin-ი უყურებთ. ამის შემდგომ როლი შევართ, აქ ჩამოსწორებული მოხდა პირდაპირ შევარდი და ამას გამოგიგზავნით მონაცემებს. აი აქ არის კონსოლი, საიტი, საიდანაც იმართება თქვენი ვებსაიტი, ანუ პანელი ეგრეთ წოდებული და აქ არის WooCommerce და პროდუქტები. აქედან ხდება პროდუქციის ატვირთვა, ანუ თქვენ გევალებათ, რომ ატვირთოთ მხოლოდ პროდუქცია. ანუ მეტი არაფერი არ არის თქვენგან საჭირო, კატეგორიების დამატება დავუშვათ უთოთ შედათ, შემდეგ რაღაცეები, შემდგომში დავამატებთ. აი აქ არის თავისი მარკეტინგის გრაფები, ასევე ანალიტიკა, ამდენი პროდუქტი არის, მარაგი და ასე შემდეგ ამ ყველაფერს აკონტროლებთ აქედან თქვენ. აი მაგალითად შევიდეთ მარაგში, ამ მომენტისთვის არ მაქვს გაწერილი მონაცემები, რომ მარაგში მაგალითად რამდენი პროდუქტი არის, მაგრამ აი აქ უნდა ვიჩვენოს თავისი ფაილური სისტემა. ანუ ასეთი სახის არის ID2, რაც ავთვლით, მაგალითად ყველა პროდუქტი არის მარაგში. თუ არ არის მარაგში, აი ამას გააცილებს და აი ასეთ გრაფაში ცილად გამოიყოს, რომ არ არის მარაგში. აქ შეგვიძლია გადმოვიდოთ კიდე და კომპიუტერში შევინახოთ. აქ არის კიდევ კუპონები, ანუ კუპონები ნიშნავს ფაზაგრების კოდს, ვინც საიტზე შეიყვანს ინფორმაციას. ამის შემდგომ არის აქ აი WooCommerce, მაგალითად აქ შეგვიძლია შევიდეთ, აქ ყველაფერი რასტურებული არის და მოდი გავაგრძელოთ ესე ვთქვათ, მაღაზიის მართვა. აი აქ როდესაც შევდივართ, არის ასეთი სივრცე, რომ მაგალითად აი აქ აქვს შეკვეთები, აი აქ არის ისევ კუპონები, ამას არ ვეხებით, აი ამ relax, აქ არის მომხმარებლები, ანგარიშგებები, პარამეტრები, სტატუსი და დანამატები. მოდი ჩვენ შევიდეთ ახლა და ამ მომენტისთვის დავამატოთ, აი მოდი კონსოლში გადავიდეთ. და აი დავამატოთ მაგალითად პროდუქტი. აი მივიდეთ მაუსის კურსორს პროდუქტებთან და ახლის დამატებას დავაწვევით. ამ დროს უკვე ამოვა ასეთი გრაფა და აქ შეგვიძლია დავწეროთ უკვე პროდუქტის სახელი. ვებსაიტის პანელი არის ქართულად, რაც უფრო ვიხმარებათ, რომ მოიხმაროთ ვებსაიტი. მოდი მაგალითად დავამატოთ აი არსებული პროდუქციიდან უბრალოდ ხელახლა ავტოვოთ მაგალითად რაიმე ფაილი. ამისათვის საჭირო არის მოდი მაგალითად აი ბალანსიაში შევიდეთ. აი დავაკოპიროთ უბრალოდ აი ჩავსვათ სათაური ბალანსი. ამის შემდგომ ჩვენ თუ გვინდა რაიმე დიდი აღწერა, აი აქ რო წერია საუკეთესო ხარისხი, მხოლოდ ჩვენთან ხო წერია ამ პროდუქცია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი რაიმე, მაგალითად ან აღწერა აქ რო აღმოჩნდეს, უნდა დავამატოთ აქ. ანუ მაგალითად წამოვიდეთ, მოდი დავაკოპიროთ და ჩავსვათ ჩვენ პირდაპირ აქ. აქ რაც დავწერეთ, აღმოჩნდება ვებსაიტის აი ამ გაფილებაში. ამის შემდგომ არში არის ფასის მითითება, როგორც ვითხარით, ფასაგრაფები არ გაქვთ, აქედან გამომდინარე ფასი იქნება დავუშვათ 180 ლარი უბრალოდ დავაწეროთ, 250 წელი, მაგრამ იყოს 180 დავუშვათ. პროდუქტი აი აქ არაფერს არ ვეხებით, აი შეგვიძლია რომ არც ერთი დავაწეროს აი გადახდის სტატუსი. ამას არ აქვს მნიშვნელობა არანაირი, იმიტომ რომ მაინც ძალიან შეპანელი არ გვაქვს მითითებული. ამის შემდგომ ვიჩევთ კატეგორიას. აი აქ არის ყველა კატეგორია მოცემული, რაც აქვს ვებსაიტზე. მოდი დავამატოთ მაგალითად IP ხელსაწყოები შეთქმა უნდა. და ამის შემდგომ, ანუ აქ არის კიდე დაყოფილი აი კაცის მაისური წერია, კაცის ფეხსაცმელი, დანარჩენი IP ფეხსაცმელი და მაისური და კაბა და შარვალი ეკუთვნის ქალების კატეგორიას. ავტომატურად. აი აქ არის უკვე მოცემული პროდუქტის მოკლე აღწერა. პროდუქტის მოკლე აღწერაში ჩვენ წერთ აი ამას. რომ პროდუქტი რამდენ ხანში ჩამოდის და ასე შემდეგ. მოდი მაშინ აქედან პირდაპირ დავაკოპირებ. აი მაგალითად არჩეული პროდუქტი ჩამოდის ამდენ დროში. აი მოდი ჩავსვათ. აღნიშნული პროდუქტი ჩამოდის გამოწერიდან 2 კვირის ვადაში, მაგალითად დავუშვათ. მოდი კიდე მივამატოთ რაიმე აი ასე. დავწეროთ და აი აქ რაც დავწერეთ, აღმოჩნდება ვებსაიტის აი ამ ადგილას. სადაც ესე. მოდი აი ახლა დავაჭიროთ და ავიჩიოთ რაიმე ფოტო. ფოტოს ასეთვით აი ამას დავაწვევით და ჩვეულებრივად მაგალითად აი გადავალთ ასატვირთზე და თუ არსებული ფაილი გვაქვს უკვე ამ შემთხვევაში მედია ბიბლიოთეკაში მე მაგალითად მოდი ავტვირთავ რაიმე ფოტოს დავუშვათ აი ერთ ქვაბი ავტვირთოთ უბრალოდ წინა შეკვეთიდან არის და მაგალითად აი ავტვირთავ ფოტოს დავუშვათ ეს ქვაბის ფოტო და ასევე თუ გვაქვს რამოდენიმე ფოტო აქედან გამომდინარე შეგვიძლია პროდუქტის გალერეაში შევიდეთ ისევ ავტვირთოთ მაგალითად 1-2 დავამატოთ და ესენიც უკვე გალერეაში მოხვდა.
აი, უკვე გვაქვს უკვე 3 ფოტო ჩვენ. რასაც დავდებთ. აი, ამათ უკვე არაფერს არ ვეხებით. ჩვენი პროდუქტი მზად არის დასადებათა საიტზე განსათავსებლად. აქედან გამომდინარე, მოდი გავაკეთოთ. აი, იქ არის მარაგები, შეგიძლიათ მივუთითოთ. აი, ამის მონიშნვის შემდგომ თუ რამდენი არის მარაგში, მოდი მივუთითეთ 20 არის მარაგში და დანარჩენს არაფერს არ ვეხებით. მიწოდებაზე შეგიძლიათ წონა დაწეროთ, სიგრძე, სიგანი, სიმაღლე, არც ის არ არის პრობლემა, ყველაფერს შეგიძლიათ მიწეროთ. მოდი მაგალითად აი სიგრძეს დავწეროთ 10, სიგანი 20 დავუშვათ, სიმაღლე და რაღაცა რიცხვებს დავწერთ უკვე. აქ შეგვიძლია მაგალითად წონა 5 კილოგრამი დავუშვათ, ახლა სიმაღლეში არ არის, მაგრამ ანუ დასატესტად ვნახოთ. აქ არის დაკავშირებული პროდუქტები, აქ არის ატრიბუტები და დამატებითი, აი აქ არაფერი არ გნებავთ. არ უნდა საჭირო, არ არის საჭირო დაწეროთ, აი იქ არის მინაწერი შენაძენს დავუშვათ დავწეროთ რაღაც. რაც ის არ უნდა შევსვათ, თქვენ გევალებოთ ძირითადად აი ეს ძირითადი რა წერია, რომ ეს გააკეთოთ და თუ საჭიროება მოითხოვს, მარაგები მიუთითოთ. და მარაგში თუ პროდუქტი არ არის, მაგალითად ჩანაცვლებლად შეგვიძლია რომ მარაგში პროდუქტი არ არის. მოდი ახლა უკვე ჩვენ განვათავსოთ სიახლე საიტზე, გამოქვეყნებას ვაწვევით. ძალიან მარტივი პროცესია და მოდი შევიდეთ ვებსაიტის მთავარ გვერდზე. აი აქ უკვე არის დადებული პროდუქცია, აი ბალენსიაგა, იგივე, არ უფრო სწორად ჩვენ დავამატეთ აი ეს ბალენსიაგას სახელით რაღაც ქვაბი, აი ეს არის. 180 ლარი აღნიშნული პროდუქტი ჩამოდის გამოწერიდან 2 კვირის ვადაში, ასე ვწერეთ ჩვენ. აღწერაში, ასევე 20 არის საწყობში, ასეც გამოჩნდა, აქ არის ჩვეულებრივ კლათაში დამატება, შედარება პროდუქტის შეგვიძლებში დამატება და შემდეგ აქ არის დანარჩენი ფოტოები, თუ რაც იყო განთავსებული, რაც ჩვენ დავამატეთ. აქ არის აღწერა, აქ არის დამატებითი, აქ არის მიმოხილვა. ეს არის დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად 5 კილოგრამი და ასეთი რაღაცები არის თქვა. აქ უკვე მსგავსი პროდუქტები, რასაც გვთავაზობს ვებსაიტი. მოდი ახლა ვისწავლოთ მაგალითად პროდუქტის წაშლა. ჩვენ ხო ვწვდით მაგალითად პროდუქტი. აი, შევავთეთ ყველა პროდუქტში და დავაწვევით აი სანაგვეს. ამას, ანუ ჩვენ რაც ვწვდით ახლა დავაწვევით სანაგვეს და პროდუქტი წაშლილი. აი ასე მარტივად იშლება პროდუქტი. თუ ერთიანად წაშლა მოგვინდა, აი ამას დავაწვევით ერთიანი მოქმედება წერია და უნარში გადატანა და მისადაგებას დავაჭრეთ ამის შემდეგ. უბრალოდ პროდუქტი ანუ საცდელად არ ღირს რო გავაკეთოთ, იმიტომ რომ არ უნდა ამას თანხმობა პირდაპირ აკეთებს ვებსაიტის რა. ამის შემდგომ ხდება ასეთ რაღაც გაკეთება, ანუ projects. ესენი არის მოცემული და მოდი ნახოთ ჩვენ მაგალითად ყველა პროდუქტიდან ამოღება, აი ჩასწორება. აი მაგალითად რაღაც პროდუქტი უკვე აღარ არის მარაგში, ხო? ჩასწორებას დავაწვევით და მივუთითებთ ასეთ რაღაცას. აი ნახეთ, აი იქ არის მარაგი, მარაგში და არ არის მარაგში. ამას დავაწვევით და ამის შემდგომ განახლებას. და განახდება. და ეწერება საიტზე რომ არ არის პროდუქტი მარაგში. სულ ეს იყო, მეტი არაფერი არ არის საჭირო, დანარჩენი ყველაფერი არის გამართული, ასე აქ შეგიძლიათ ინბოქსში შეამოწმოთ, აქ შეგიძლიათ შეკვეთები შეამოწმოთ, აქ შეგიძლიათ კიდევ მარაგი შეამოწმოთ. აი მაგალითად შეკვეთა გაფონდა, ანუ ეს არის მოლოდინში, შეგიძლიათ აი ამას დააწვეთ. ან გადახვიდეთ მთლიანად შეკვეთების გრაფაზე. აი ეს არის ორი შეკვეთა. უნდა მეთოდით გადახდის მოლოდინში არის შეკვეთის სტატუსი, მოლოდინი წერია. ასევე არის აი სტატუსი მუშავდება დასრულებული. შეგვიძლია დავწეროთ, როდესაც უკვე მივიტანთ შეკვეთას. აქ განახლებას დავაწვევით. დაველოდოთ და მოდი აი აქ უკვე შეკვეთებში შევიდეთ. ეს არის e-commerce კატეგორიაში შეკვეთების ველი. შეკვეთების კატეგორია და აი აქ უკვე დაეწერა სტატუსი დასრულებული, ანუ პროდუქტი უკვე მიტანილი არის. და დაგვჭა ეს მაგალითად, აი ამასაც მაგალითად მივიდანთ. აი აქ უკვე ეს მე შემდგომ საიტზე აი კონსოლში რო შევალთ, ჩვენ აი ქვემოთ ჩამოვიწევით, აი ერთი შეკვეთა, მოლოდინის რეჟიმში არის. 0 შეკვეთა ელოდება დამუშავებას, 0 პროდუქტი, არც ეს პროდუქტი არ იწურება და არც პროდუქტი მარაგში რო არ იყოს, ეგეთიც არ არის საიტზე დამატებული. სულ წმინდა გაყიდვები ამ თვეში არის 550 ლარი ამ მომენტისთვის. აქ არის შემდგომ სტატისტიკა თუ რამდენი პროდუქტი გაყიდეთ და ასე შემდეგ. ანუ უმარტივესი რაღაც არის, თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად დაამატოთ სიახლეები და ასე შემდეგ ამოწმოთ პროდუქტის სტატისტიკა. სულ ეს